მოგესალმებით, მედია კავშირი კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჩვენ დღეს სტუდიიდან ვიმუშავებთ თქვენთვის პატრიოტ ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი და მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონი დავით. მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთან მობრძანებისათვის. მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემებია, რაზედაც გვინდა ჩვენ ვისაუბროთ. ვეცდები რომ ძალიან ბევრ მათგანზე მოვახერხოთ საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა მინდა დავიწყო აუცილებლად საგანმანათლებლო სისტემით. საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ცვლილებები, რასაც გვიანონსებს უკვე ჩვენ მინისტრი, ასე რომ ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დადებითად აფასებთ, უარყოფითად აფასებთ თუ ზოგადად რა პრინციპებია და რამდენად მნიშვნელოვანი პრინციპებია და საკითხებია ეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ საუბარია იმაზე, რომ იქნება თუ არა ეროვნული გამოცდები, ამაზე ვერ თანხმდებიან. მეორე, იქნება თუ არა მე-12 კლასი, თუმცა სავარაუდოდ მე-12 კლასი აღარ იქნება, მაგრამ ამ ცვლილებების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მოკლედ ძირითადად თავის საგანმანათლებლო სისტემა, განათლების სამინისტრო აუქმებს ორ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას, ეს გახლავთ საერთაშორისო განვითარების ცენტრს და პროფესიული უნარჩვევების სააგენტოები. ეს გახდათ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც წლებისგან 2014 წელს სხვა შორის თვითონ ქართულმა ოცნებამ დააფუძნა და ქართული ოცნება, ანუ ხელისუფლებავე განათლების სამინისტრო ეხმარებოდა ნიჭიერ სტუდენტებს თუ ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ გრანტებისა და სტიპენდიების საშუალებით მიეღო ესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თუ არა და რაიმე ხელობა შეესწავლათ იგივე საზღვარგარეთ. მართალია ჩვენ ხელისუფლება დღეს გვეუბნება, რომ მე ამას სრულად კი არ ვაუქმებო, არამედ როგორც დამოუკიდებელი ორი ორგანიზაცია კი არ იქნებაო, ეს იქნებაო შერწყმულიო მთლიანადო ამ განათლების სისტემაშიო. აი როგორ ფიქრობთ ბატონო დავით, კარგია ეს თუ პირიქით ცუდი რამ ხდება? პირველ რიგში რა უნდა ითქვას? არ არის ეს ძალიან რთული საკითხი. მაგრამ ძალიან ბევრი ბუნდოვანება შეიქმნა, რომ სხვადასხვა ექსპერტები გამოდიან, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, საბოლოო ჯამში ხალხს აბნევენ და არავის არაფერს ისეთ ნორმალურს და გასაგებად არ ეუბნებიან. არის რამდენიმე მომენტი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი, 1937 წელს, 1938, 39, 40, 41, ომი რო დამთავრდა 1945 წელს, 4 წლიანი განათლება იყო საკმარისი. აი 4 კლასი, ვინც დაასრულა, საკმარისი იყო, რომ დაიწყო მუშაობა. და შეეძლო ემუშავა მაგალითად მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიღაცა საამქროში. ის კი არა ცნობილი ადამიანები, რომლებიც საამქროს უფროსებიც ხდებოდნენ 4 კლასიანი განათლებით. მაგრამ მერე მსოფლიო წინ წავიდა, ცხოვრება წინ მიდის და გავაცნობიერეთ, რომ 4 კლასი არ არის საკმარისი. აუცილებელი არის მაშინ შემოიღეს 8 კლასიანი განათლება. ანუ დაუკვირდით 1937 წელი, 39, 38, 37, 38, 39, 40, 41, 42. აი ამ დროს 4 კლასი განათლება საკმარისი იყო, რომ მეტალურგიულ ქარხანაში საამქროში გემუშავა შეიძლება საამქროს უფროსიც გამختارიყავი. 45 წლიდან უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ 4 კლასიანი და 8 კლასიანი განათლება, იმიტომ რომ მეტი ცოდნა იყო საჭირო, რომ ადამიანს ქონოდა. გაიარა ახლა ეს ეტაპიც ქვეყანამ, შემოვიღეთ 10 კლასიანი განათლება. რა არის 12 კლასიანი განათლება? საიდან მოდის ეს ყველაფერი? ევროპის ქვეყნები იკრიბებიან არა მარტო ბრიუსელში. ბევრს გონია, რომ მარტო ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი იკრიბებიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, როცა წყვეტენ თავის საკითხებს. ერთი ცენტრი არის ბრიუსელი, სტრასბურგია ყველა მიწის ცენტრი. ასევე ცენტრი არის ბოლონია, ეს არის იტალიაში ერთ-ერთი ქალაქი, სადაც იკრიბებიან ევროპის ქვეყნები და მსჯელობენ განათლებაზე და მაგალითად არჩევნებზეც. ბევრ საკითხებზე მსჯელობენ იქ. იურიდიულ საკითხებზე ძალიან ბევრზე. ბოლონიაში ევროპის ქვეყნებმა შეიმუშავეს განათლების ახალი სტანდარტი. რატომ არის 12 წლიანი განათლება? და რას ნიშნავს ის ჩვენთან და რას ნიშნავს ევროპაში? დღეს სხვა დროა. აღარ არის საკმარისი, რომ ადამიანმა იცოდეს ის, რაც შეიძლება ცოდნოდა 30 წლის წინ. დღეს უნდა
ფლობდეს ციფრულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ადამიანი. უნდა იცოდეს არა მარტო თქვა ტექსტის აკრეფვა ისეთ სისტემებში, როგორიც არის Word-ი, მაგრამ ტექსტის აკრეფვა ისეთ სისტემებში, როგორიც არის მაგალითად Adobe Acrobat. უნდა იცოდეს მონტაჟი, ვიდეო მონტაჟი, უნდა ფლობდეს აი Photoshop-ს რო ეძახიან. ხო, ესე იგი სისტემა, სადაც ჩვენ ხატავთ კომპიუტერული ხატვის სისტემები. არის კომპიუტერული არქიტექტურული სისტემები, პროგრამირების ენებს უნდა ფლობდეს. ბევრად უფრო დიდია მოცულობა ცოდნის, რომელსაც უნდა ფლობდეს 21 საუკუნის ადამიანი. ეს ვერ ეტევა 10 წელიწადში. ამ ცოდნის მოცულობას სჭირდება 12 კლასი, ამიტომ ისინი შეთანხმდნენ რაღაც განათლების სტანდარტზე და ხელი მოაწერეს აი ამ 12 წლიან სტანდარტს. ჩვენ ამას ბოლონის პროცესი. ჩვენ ამას მიუერთდით. სხვა თემაა ჩვენ რომ მიუერთდით, ამას ვაკეთებთ თუ არა. ჩვენ კი მიუერთდით, მაგრამ ჩვენ რეალურად ამ ცოდნას ხალხს ვერ ვაძლევთ და რეალურად ნახევარი დრო სკოლაში ბავშვები არაფერს არ აკეთებენ, იმიტომ რომ არ ვიძლევით ამ ცოდნას, პედაგოგებიც არ აყავს. მე 12 კლასში საერთოდ არ დადიოდნენ ბავშვები. გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ უნდა მოვიწვიოთ პედაგოგები, თუ ჩვენ არ აყავს უცხოელი პედაგოგები და ეს უცხოელი პედაგოგები შეიძლება მოვიწვიოთ, ნებისმიერი ქვეყნიდან, დაწყებული ვთქვათ, შვედეთიდან, ან ვთქვათ, ავსტრიიდან და თუნდაც რუსეთიდან და თუნდაც თურქეთიდან. ანუ ჩვენ უნდა მოვიწვიოთ პედაგოგები, ვინც ცოდნას მისცემენ ახალგაზრდებს. ამის ნაცვლად ეხა ამას როგორც ვატყობ ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება რომ მოდი შევამცირებ სწავლას. ანუ არ გასწავლით იმას რაც უნდა იცოდეს 21 საუკუნის ახალგაზრდა ყმაწვილმა. ამას არ გასწავლით, უბრალოდ შევამცირებთ. ეს უკვე შეცდომა. ასეთივე სისულელია ეროვნული გამოცდების გაუქმება. ეს ეროვნული გამოცდები გარკვეულწილად სიკეთე იყო ნამდვილად, იმიტომ რომ გინდა არ გინდა იძულებული იყვნენ ახალგაზრდები რომ რაღაცა ცოდნა მაინც თუნდაც თავის თავზე მუშაობის გზით მოეპოვებინათ, ეხლა ესეც უნდა გააუქმონ, მაგრამ აქ სხვა რაღაც ნაღმია. საქმე იმაშია, რომ ამ 12 წლიანი განათლების შედეგად თუნდაც ჩვენ ვერ ვასრულებთ, მაგრამ ვაცხადებთ, რომ ამ სტანდარტის ქვეშ მუშაობთ, გაცხადებული მაინც გვაქვს. არის რა გზა? ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩააბარონ დისტანციურად გამოცდები ინტერნეტ სივრცის მეშვეობით დღეს დისტანციურად ბარდება გამოცდები. ევროპული გამოცდები. თუ თქვენ ევროპულ გამოცდებს დისტანციურად და ჩააბარებთ, თქვენ შეგიძლიათ მე აიღოთ, შეავსოთ ოფიციალური დოკუმენტი, ამას თან დაერთვება ის გამოცდების შედეგები, რამდენი ქულა მიიღეთ და შეგიძლიათ ეს დოკუმენტი გააგზავნოთ ბევრ უნივერსიტეტში ერთდროულად. აი შეგიძლიათ ბრიუსელის უნივერსიტეტში გააგზავნოთ, პარიზის უნივერსიტეტში ამავდროულად, ვთქვათ ვენის უნივერსიტეტში, ვთქვათ რომის უნივერსიტეტში, ან პრაგის უნივერსიტეტში, ან კიდე სხვაგან ევროპის ყველა, აი შეგიძლიათ 20 უნივერსიტეტში გააგზავნოთ და შესთავაზოთ თქვენი თავი, რომ აი მე აი ესეთი ქულა დავაგროვე, დისტანციურად ეს გამოცდები ჩავაბარე, ვარ ეს და ეს მაგ ესეთი გამოცდილება და მინდა ვისწავლო თქვენ უნივერსიტეტში და იქიდან მოგივათ პასუხები. 30-ვე უნივერსიტეტში რო გააგზავნოთ, ყველა გამოგიგზავნით პასუხს. სადაც დაწერენ, რომ ჩვენ შეგვისწავლეთ თქვენი დოსიე, თქვენი საქმე და მაგალითად ვიღაცა მოგწევთ, რომ სამწუხაროდ ჩვენთან თქვენ ვერ ისწავლეთ. მეორე მოგწევთ, რომ ისწავლეთ, მაგრამ ეს დაგიждდება წელიწადში 10,000 евро. და ვიღაცამ შეიძლება მოგწეროთ, აი როგორც წესი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვთქვათ ბრიუსელის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო და IAP ის წერს, რომ აი 3,000 евро წელიწადში. გადაიხადე და ისწავლე ჩვენთან. ჩვენ თბილისის უნივერსიტეტებში უფრო ზვირიღის ვიდრე 3,000 евро წელიწადში და ცოდნის დონე შეუდარებლად დაბალია ბრიუსელთან. კერძოზე მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა. შეუდარებლად დაბალია. ანუ იქ მაღალი დონეა მთავარი ენას ფლობდე. და ამის მერე მიდის ბავშვი, ვთქვათ, ბრიუსელში, არავით არის ჩაწყობა, არაფერი ამას არ ჭირდება. მაგრამ ცხადია იქ რო ჩავა ბავშვი, ხა ბინა უნდა იქირაოთ და რაღაც ხარჯია, საჭმლის ფული მაინც უნდა კონდეს იმ ბავშვს. მაგრამ ამ გზას ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მიყო ხელი. ბევრი ჩადის, იქ მე ოფიციანტად მუშაობს მაგალითად რომელიმე კაფეში, ან რესტორანში, ან მაღაზიაში პარალელურად მუშაობს. ამ ფულით გაჭირვებულად სხვათა შორის აფინანსებს საკუთარ თავს. სხვა შორის აი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მუშაობდა ოფიციანტად საფრანგეთში პარალელურად, როდესაც სწავლობდა და თავს ირჩენდა და აი ესე ბავშვები ღებულობენ განათლებას, კარგ განათლებას, ამ დონის განათლებას ჩვენ ვეღარ ვიძლევით.
თუმცა უნდა გითხრათ, რომ საბჭოთა დროს საბჭოთა სისტემა, მათ შორის საქართველოს ძალიან მაღალი დონის განათლებას იძლეოდა, ძალიან მაღალი და ეს იყო მაშინ იყო ქართული მეცნიერების ფენომენი. ეს იყო საერთაშორისო დონის განათლება. ჩვენ ახლა იმ დროს ჩამოვრჩით ბევრად, საბჭოთა დონის განათლება ჩვენ ვეღარ ვაძლევთ, მაგრამ ახლა ჩვენ თუ ამ 12 კლასიან სისტემას დავშლით და ბოლონის პროცესთან გამოვალთ, ახალგაზრდები აი ესე უბრალოდ დისტანციურად ვეღარ ჩააბარებენ და ვერ აღმოჩნდებიან იმ ბრიუსელის უნივერსიტეტში. მაშინ უნდა ჩავიდნენ იქ მე-12 კლასი იქ დაამთავრონ და მეერე უნდა მიიღონ, ანუ დამატებითი პრობლემები იქნება. ეხლა ამის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რა არის? მე მაგალითად ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი არ გაგიკვირდეთ, ეს არის ის, რომ ბევრი ახალგაზრდა წავიდა საზღვარგარეთ, ისწავლა და არა მარტო ცოდნა მიიღო გამოცდილება, ნახა რა არის თავისუფალი ცხოვრება. ჩამოვიდა აქ და არ მოწონს აქაური ცხოვრება, იმიტომ აქ არ არის თავისუფალი ცხოვრება, აქ ხელისუფლება მონათლობელურ სახელმწიფოს აშენებს. და ის ახალგაზრდები დგანან მიტინგებზე და ამიტომ ეხა ჯობია რომ საერთოდ აღარცად არ წავიდნენ. რომ აი ამ ბატონ ყმურს ყობაში, რომელსაც ეს ქვეყანა აშენებს, აქ მოერგონ ყმების როლში. აი ეს არის ერთ-ერთი. ეხა მეორე უამრავი ბავშვია, რომელსაც ის 3000 ევროც არ აქვს. ამისთვის არსებობდა სწორედ თქვენ მიერ დასახელებული ორგანიზაციები, რომლებიც რაღაც გრანტს იძლეოდნენ. ეხლა ამბობენ, რომ ეს ორგანიზაციები დამოუკიდებელი არ იქნება, განათლების სამინისტროში იქნება, ერთის მხრივ ეს ცუდი არ არის. არც კარგია, არც ცუდია, არანაირი ტრაგედია არა. თავარი ისაა, რომ არ დაიკარგოს თავისუფლების ხარისხი, ეს ორგანიზაციები სამინისტროს ფარგლებში იქნება თუ დამოუკიდებლად იქნება, ადამიანს გრანტი უნდა მისცენ არა პოლიტიკური ნიშნით და არა იმიტომ, რომ იქ ვიღაცა ქართული ოცნების ჩინოვნიკი ზის და ეხა ის გადაწყვეტს. ეს ლოიალურია თუ არა ლოიალურია ეს ბავშვი და გაუშვებს თუ არ გაუშვებს. აი ეს საშიშროებაა, თორე სხვა აქ არაფერი არა. თავისთავად რეფორმა, რომელსაც განათლების სამინისტრო ეხლა ან მანამდეც დაწყებული სააკაშვილის დროიდან. ეს იყო განათლების სისტემის მოსპობაზე მიმართული რეფორმა. ფაქტობრივად დღეს და დავინახოთ, რომ განათლების სისტემამ, მის რეფორმამ, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და მას ხელმძღვანელობდა მაშინ ესეთი მე მგონი ლომაია იყო გვარად თუ არ ვცდები, რომელიც განათლებით სანტექნიკოსი გახდა. და კორიფეები, როგორიც იყვნენ ქალბატონი თინა ხიდაშელი და სხვაები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ იმაზე რა განათლების სისტემა. ეს ხალხი უჭერდა მხარს და დაშალეს, დაანგრეს, მოსპეს თელი განათლების სისტემა, აი მთლიანად მოსპეს. გააგრძელა ეს ქართულმა ოცნებამ, რომელიც სულ აპარაკობს, რომ უნდა განამარა, თვითონ ქართულ ოცნებაში არაა განათლებული ხალხი. და აი მივედით დღემდე. და ეხლა ის რაც არის, ისიც უნდა მოისმოს. რეზუმეს სახით რა შეიძლება ითქვას ახლა? აი ამდენი ვილაპარაკეთ რეზუმეს სახით, რომ მოკლედ რა ვთქვათ. პირველი 1937-38-39-40 წლებში საბჭოთა კავშირში სავალდებულო იყო 4 კლასიანი განათლება და 4 კლასიანი განათლებით ადამიანს შეეძლო რომელიმე მეტალურგიული ქარხნის საამქროში ემუშავა საამქროს უფროსადაც კი. მაგრამ ცხოვრება წინ წავიდა და სახელმწიფო მიხვდა, რომ მინიმუმ 8 კლასიანი განათლებაა საჭირო და ამის მერე იყო 4 კლასიანი და 8 კლასიანი განათლება. მერე ისევ წინ წავიდა ცხოვრება და მივხვდით, რომ 10 კლასიანი განათლებაა საჭირო. საბჭოთა 10 კლასიანი განათლება იძლეოდა ძალიან მაღალ დონეს, შემდეგ უნივერსიტეტები და სოფლიოში კონკურენტული იყო, მათ შორის ქართული მეცნიერების ფენომენი შეიქმნა ამ პერიოდში. დღეს სხვა დროა. დღეს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაა, დღეს ბავშვმა გარდა იმ ცოდნისა, რასაც მაგალითად 25 წლის წინ ვაძლევთ და რასაც საბჭოთა სისტემა აძლევდა, გარდა იმისა დღეს უნდა იცოდეს კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო მონტაჟი, ფოტო მონტაჟი, არა მარტო ვიდეო და ფოტო მონტაჟი, არის სისტემები, არა მარტო პროგრამირების ენები, არის არქიტექტურული სისტემები, არის სამედიცინო სისტემები, არის ტექსტის აკრეფა არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ Word-ში, არამედ მაგალითად Adobe Acrobat-ში უამრავი ახალი ცოდნა არის, ხელოვნური ინტელექტი. ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ბავშვებმა და ეს ვეღარ ეტევა 10 კლასიან განათლებაში. ამიტომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც არა მარტო ბრიუსელში იკრიბებიან, თქვათ პოლიტიკურ საკითხებზე ან სტრასბურგში, ისინი იკრიბებიან იტალიურ ქალაქ ბოლონიაში, მაგალითად განათლების თემაზე, იურიდიულ საკითხებზე და აი იქ
ევროპის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ახალ სტანდარტს, 12 წლიან სტანდარტს ცოდნისა, სასკოლო განათლების, რომელიც ყველა ამ საკითხებს მოიცავს. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ, ეს სიკეთეა. მეორე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ვერ უზრუნველყოფთ ამ 12 წლიან განათლებას, ჩვენ არ ვაძლევთ ამ ცოდნას ბავშვებს და იმის ნაცვლად, რომ ჩამოვიყვანოთ პედაგოგები ამერიკიდან, ევროპიდან, გნებავთ რუსეთიდან, ან გნებავთ თურქეთიდან, ან ჩინეთიდან, ან იაპონიიდან, ამის ნაცვლად ეხლა ჩვენ გამოვაცხეთ ახალი თეორია, რომ უნდა გახდეს 11 კლასიანი, იმიტომ რომ იქ მაინც არ არის საერთოდ სწავლა. სწავლა იმიტომ კი არ არის, რომ საჭირო არაა, პედაგოგები არ ატყავთ. იმის ნაცვლად, რომ პედაგოგები ჩამოიყვანოთ, ამცირებთ ამას. ერთ-ერთი სიკეთე იყო ეს ეროვნული გამოცდები, რომელიც აიძულებდა მოწაფეს, რომ რაღაცნაირად თავის-თავი წინ წაეწია ცოდნის კუთხით, ახლა ამის გაუქმებაც უნდათ, რაც ასევე უარყოფითი მოვლენაა. შემდეგ დღეს ბევრმა არ იცის ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ თუ თქვენ როცა გაქვთ ოღონდ 12 წლიანი განათლება ბოლონიის პროცესის ფარგლებში, თუნდაც ცუდი დონის, თქვენ თუ ინტერნეტ სივრცეში დისტანციურად ჩააბარებთ გამოცდებს, თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტს წერილობით მიწეროთ. მიმართოთ, რომ იქ გინდათ სწავლა. თანაც ერთდროულად შეგიძლიათ 20 უნივერსიტეტს მიმართოთ. ანუ თქვენ დისტანციურად ჩააბარებთ გამოცდებს, თბილისში ხართ, აქედან აბარებთ გამოცდებს, ევროპულ გამოცდებს, აგროვებთ რაღაცა ქულებს, დგება დოკუმენტი, შემდეგ ამ დოკუმენტს თქვენ ერთდროულად აგზავნით პარიზის უნივერსიტეტში, ბრიუსელის უნივერსიტეტში, ვენის უნივერსიტეტში, რომის უნივერსიტეტში, ლისაბონის უნივერსიტეტში, ერთდროულად ბევრში. და ეუბნებით, რომ მე ვარ ეს და ეს, მაქვს ამდენი ქულა, მინდა თქვენთან ვისწავლო და აუცილებლად მოგივათ პასუხი. ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე ეს სისტემა დღეს მუშაობს. და გეტყვით პარიზის უნივერსიტეტი, რომ არ მაწყობს, დაბალი ქულა გაქვს. მეორე უნივერსიტეტი გეტყვის, რომ მიგიღებ, მაგრამ წელიწადში 10,000 ევროს გადაიხდი. მესამე ყველაზე იაფია ბრიუსელის უნივერსიტეტი, რომელიც როგორც წესი წელიწადში 3,000 ევროა სულ გადასახდელი და გეუბნება, რომ ჩამოდი და ისწავლე. და ბავშვები ბევრი მიდიანი, ძალიან ბევრს ვიცნობ მე, იწყებენ პარალელურად მუშაობა, ზოგი ოფიციანტად მუშაობს, ზოგი გამყიდვლად მაღაზიაში, ზოგი კიდე სადღაც და იმ 3,000 ევროსაც იხდიან, სწავლობენ, იღებენ ცოდნას, რაც სიკეთეა ასევე. თუ ჩვენ ბოლონიის პროცესიდან გავალთ, ეს აღარ იქნება. ანუ მაშინ ბავშვი უნდა ჩავიდეს ევროპაში, იქ მე-12 კლასი დაამთავროს, რაც დამატებით ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, იქ ჩააბაროს გამოცდები არა დისტანციურად და მერე რაც დამატებითი სირთულეა. რატომ გვინდა აქედან გამოსვლა? ჩემი აზრით არა იმიტომ, რომ ცოდნას აქ ვერ ვაძლევთ. არამედ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც ჩავიდნენ და ბევრნი არიან, ისწავლეს გარდა ამისა დაინახეს რა არის თავისუფალი ცხოვრება და აღარ უნდათ აქ ამ ბატონყმურ სიტუაციაში ცხოვრება და ამიტომ განან მიტინგებზე, ამიტომ ეხა ეს უნდა ჩაუკეტოთ ამან. რაც შეეხება იმას, რომ იყო ორგანიზაციები, რომელიც აი ამ 3,000 თუ 4,000 ევროს გრანტის სახით ჩუქნიდან, ეს იყო სიკეთე, ეხლა ამბობენ, რომ განათლების სამინისტროში შეირწმება და ის აჩუქებს ვიღაცას. ეს დამატებითი უარყოფითი ბერკეტია, იმიტომ რომ ეხლა განათლების სამინისტროს რომელიღაც ქართული ოცნების ჩინოვნიკი შეაფასებს. მოგცეს თუ არ მოგცეს, ლოიალური ხარ თუ არ ხარ ლოიალური. დამოუკიდებლობა წაართვეს ამ ორგანიზაციას. ეს არ იქნება არანაირი სიკეთე. ჯამურად რა შეიძლება ითქვას? ამ ყველაფერში მთავარი სულ სხვა რამეა. მთავარი ისაა, რომ არანაირი წარმოდგენა ქართულ ოცნებას არა აქვს იმაზე, რა არის განათლება და როგორი უნდა იყოს რეფორმა. როგორც სააკაშვილს არ ქონდა წარმოდგენა, რომელმაც სანტექნიკოსი ლომაია დაგვინიშნა და მოსპეს თლიანად განათლების სისტემა, უბრალოდ გაანადგურეს. წერა კითხვა არ იცოდა. ეხლა გრძელდება ამის განადგურება და მეტყველებს ეს იმაზე, რომ არც ქართულ ოცნებაში არ არის ხალხი, ვისაც წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის განათლების სისტემა. თავს კიდებენ, რომ ჭკვიანი და მცოდნეები არიან, მაგრამ კიდე ერთი ნაბიჯი იდგმება მოსპობისკენ და არა სიკეთისკენ. უარესობისკენ. ბატონ დავით, კიდევ მინდა აუცილებლად ვისაუბრო მნიშვნელოვანი თემა. ეს მოკლედ ამ არჩევნებმა მორიგჯერ ცხადყო, თუ ვინ არის ხელისუფლება როგორი გამყალბებელია და ამავდროულად ვინ არის ქართული ოცნების ჯიბის ოპოზიცია და ვინ არის რეალურად ოპოზიცია, ანუ ვინ არის შეკრული ქართულ ოცნებასთან და ვინ არ არის. სიმართლე ვთქვათ, ჩვენ ხშირად მაგაში გვადანაშაულებდნენ, რომ თქვენო შეკრულები ხართო და თქვენო მაგათი ფლანგი ხართო, თუმცა აშკარად გამოჩნდა ყველაფერი, ხო? აგერ დღეს პირველი დღეა,
გახარიას საპარლამენტო გუნდმა დაიწყო მუშაობა პარლამენტში, დღეს მათი პირველი პლენარული სხდომა, მართალი ერთი წელი ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული, თუმცა წამოსვლაზე განაცხადი არ ჰქონდათ გაკეთებული და დღეს დაიწყეს მუშაობა პარლამენტში იმ საბაბით, რომ გარეთ დგომას აზრი არ აქვს და ახლა ჩვენ ციხე შიგნიდან უნდა დავანგრიოთ. აი როგორ ფიქრობთ, ბატონო დავით, რატომ არ აწყობს ქართულ ოცნებას პატრიოტული ძალა? გნებათ თქვენ პატრიოტთა ალიანსი, თქვენი პარტია, ჩვენი პარტია, რატომ არ აწყობს პარლამენტში და რატომ აწყობს გახარია, რატომ აწყობს ლელო, რატომ აწყობს გირჩი? აი რატომ ამოირჩია ეს ხალხი? რა პრინციპით, რისთვის? აქ ხო არ არის ერთი კითხვა, ეს სინამდვილეში ბევრია, კი, დიდი თემაა. კითხვა ერთდროულად. შევეცადოთ, რომ ყველა კითხვას უპასუხოთ და შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად დავაწყოთ ეს საკითხები. ჩვენი დავიწყოთ თუ გნებავთ. ნებისმიერ პარტიას პოლიტიკა საერთოდ გულისხმობს იმას, რომ მიდის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პარტიებს შორის არის კონსულტაციები, შეხვედრები, რაღაც საკითხებზე ისინი თანხმდებიან, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, შეიძლება მტრობა ჩამოვარდეს ძალიან დიდი. შეიძლება იყოს თანამშრომლობა ამა თუ იმ საკითხში, ან დიდი მტრობაც კი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. უდაოდ ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი პოლიტიკური პროცესი, როცა შეიქმნა ქართული ოცნება, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის მიზნით. ამ დროს ჩვენ, აი პირადად ჩვენ, პარტია არ ვიყავით, წინააღმდეგობის მოძრაობა იყო ეს, მე ვიყავ მის თავმჯდომარე და ძალიან გამოჩენილი ხალხი იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში. მაგალითად, ჩემი მოადგილე იყო ოთარ მეღვინე თუხუცესი. გიგა ლორდ-კეფაინძე იყო წევრი ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობისა. მაგალითად ვიძახი, გოგი ქავთარაძე, უამრავი თუ კი ვინმე ცნობილი ზოგი ჩვენი წევრი იყო, ზოგი საბჭოს წევრი იყო, ზოგი ჩემი მოადგილე იყო, ზოგი თანამებრძოლი იყო, თქვათ რეზო ამაშუკელი არ იყო წინააღმდეგობის წევრი, მაგრამ ბაია ამაშუკელი მისი ქალიშვილი ობიექტივის დირექტორი იყო საერთოდ. ასე რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობაში გაერთიანებული. გამოჩენილი ჯემალ სეფიაშვილი, გამოჩენილი მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, რა ვიცი, მეცნიერები, საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ხალხი, საზოგადო მოღვაწეები. ჩამოვაგდეთ როგორც იქნა, დავამსხვრიეთ სააკაშვილის რეჟიმი. ამაში გადამწყვეტი როლი სწორედ ამ ტელევიზიამ და ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ, ამ ხალხმა, მეც რაღაც ჩემი წვლილი შევიტანე, ციხის კადრებმა დაანგრია მთლიანად ეს სააკაშვილის ხელისუფლება. შემდეგ ჩვენ გარდავიქმნით, პარტია შევქმნით პატრიოტთა ალიანსი და ქონდა პერიოდი, როცა თანამშრომლობით ქართულ ოცნებასთან. მაგრამ ეს თანამშრომლობა მუდმივად, თან თანამშრომლობა იყო და თან დაპირისპირება იყო, თან მოკავშირეობა იყო, თან დაპირისპირება. იმიტომ ქართული ოცნება არ იყო უბრალო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციაში სულ იყო ხან ბერძენიშვილები, რომლებიც რაღაცას მართავდნენ ამ ორგანიზაციაში და რეალურად ჩვენ გვებრძოდნენ. მუდმივად იქ იყო ხალხი, რომელიც ჩვენ გვებრძოდა და ნელ-ნელა გაჩნდა ის ხალხი, ვინც დღეს არის. ეს ხალხი 10 წელია უკვე არის. აი მაგალითად ბატონი პრემიერი კობახიძე არის 10 წელი, რომელიც მთელი ეს 10 წელი სინამდვილეში დაკავებული იყო ჩვენთან ბრძოლით. ოღონდ ძალას ნელ-ნელა იკრებდა. სულ ჩვენთან ბრძოლით იყო დაკავებული, ძალას ნელ-ნელა ხეთ თქვენ წარმოიდგინეთ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამ დროს ჩვენ დადებითი განწყობა ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენგან იყო გასული ჩვენი ობიექტივის ადვოკატი იყო მამამისი, მეგობარი იყო ჩვენი დედამის ვიცნობით მამის, სხვა დამოკიდებულება და უცებ ამ კაცმა წარმოუდგენელი რაღაცეების კეთება დაიწყო. მე მახსოვს ეხლა რომ კანონებს ცვლიდა კანონებს კაცი. პარლამენტის რეგლამენტის შეცვალა რომ ირმა ინაშვილს კვირაში 10 წუთზე მეტი ვერ ელაპარაკა ტრიბუნასთან. და ვთქვათ კიდე ბევრ რაღაცეებს აკეთებდა იქ. ნელ-ნელა თვითონ დაგვიპირისპირდა. ეს ერთი თემა და დაიწყო გარჩევნების გაყალბებები და ამ პროცენტების შემცირებები და ბოლოს თავად აღიარებდა ბატონი კობახიძე რომ 20% ჰქონდა და 3 დაგვიწერა და იძახდა რომ რუსული ძალა გააგდო პარლამენტიდან და ახლა რუსულ ძალას თვითონ ეძახიან მას. ეს ხო კიდე ცალკე თემა ეს რუსული ძალა ეს ხო გამოგონილი ტყუილები და რაღაც უბედურებაა რა. ესე იგი სააკაშვილმა აი განათლების რეფორმაზე რომ მკითხეთ, სააკაშვილმა პირველი ჩვენი დაპირისპირება, გარდა იმისა, რომ საერთოდ ჩვენც მოწინააღმდეგე ვიყავით ამ რეჟიმისა,
და ამას ღიად ვამბობდით, მაგრამ პირველი მიტინგები დაიწყო განათლების რეფორმისგან და პირველივე სააკაშვილი ყველას რუსეთს აგენტად აცხადებდა, ვინც განათლების რეფორმის წინააღმდეგ. რა კავშირშია განათლების რეფორმა რუსეთს აგენტად? მე ეს გაგრძელდა. ვინც ამბობდა, რომ ესე ნატოში არ მიგვიღებენ ჩვენთან, მოატყუებთ ხალხს. თუ ხეხა ხო ნათელი ამდენ წელი გავიდა, რომ სრული სიცრუე იყო. ყველა რუსეთს აგენტი იყო და ბოლოს საერთოდ სააკაშვილი რასაც იტყოდა იმას დავით გარეთს რო ყიდდა ჩვენ რო შევებრძოლეთ ამას რუსეთს ყველა რუსეთს აგენტი იყო. ეხლა ეს დღესაც გრძელდება ეს იდიოტობა. დღეს შენდება ქვეყანაში დიქტატურა. და დიქტატურა ყველგან ერთნაირია. დიქტატურა ვენესუელაშიც დიქტატურაა, რუსეთშიც და კორეაშიც. მაგრამ იმას კი არ ამბობენ, თქვათ, იგივე ლიბერალური სექტორი დიქტატურა შენდება. ისევ იგივე ესენი რუსეთის აგენტები არ არის ეს ხელისუფლება რუსეთის აგენტი. ეს ხელისუფლება არის დიქტატურა, კაცო. რა შუაშია დიქტატურა ყველა ქვეყანაში ერთნაირი გზებით შენდება. აქ არ არის არაფერი სიახლე. ეხლა ესენი წავიდნენ რადიკალური გზით, ყველანაირი არჩევნები ყალბდება, ის რაც მოხდა აი ეხლა ერთი თვის წინ, თუ ერთი თვეც არაა გასული. ეს საერთოდ ნონსენსია ეხლა 700,000-ზე მეტი ხმა, გესმით 7 მილიონი, რამხელა ციფრია 700,000-ზე მეტი ხმა, ამათ დაიმატეს არ არსებობა, არ მოვიდა ხალხი და 700,000-ზე მეტი ხმა და ესეთი რამე საქართველოს ისტორიაში არასოდეს არ მოხდა. არასოდეს. ეს არ გაუკეთებია სააკაშვილსაც კი და 82% დაიწერეს დაგვაბრუნეს საბჭოთა ეპოქაში. და არაფერი ურცხვად იძახიან, რომ ვინ აღიარებს ახლა სისულელეს. ეს ერთი თემაა, ამიტომ ჩვენთან ახლა წარმოუდგენელი მტრობა აქვს. რატო? იმიტომ რომ დღევანდელი ქართული ოცნება არ არის ის ქართული ოცნება, რომელიც იყო ივანიშვილის პერიოდში თავის დროს. თავად ივანიშვილი შეიცვალა, თლიანად შეიცვალა ეს კაცი. თუ 10 წლის წინ თათბირზე ხალხს უსმენდა და 15 როცა იყო პრემიერი და პირიქით კრიტიკულას არა მარტო იღებდა, ხშირად იცვლიდა აზრებს, ახლა აღარ იცვლის ამ აზრებს და ახლა კობახიძესთან ერთად არ ვიცი, რაც არის. მაგრამ ამავდროულად ახლა პოლიტიკური პარტიები მაინც რაღაცას იბძვიან, რაღაცას აფხურობენ, რაც შეუძლიათ. იმიტომ პოლიტიკური პროცესი მთლიანად მოკლეს. ახლა გახარიას რაც შეეხება, ამ პროცესში ქართულმა ოცნებამ დაიწყო არა მარტო მოსპობა პოლიტიკური ველის, მოსპო, მთლიანად გაანადგურა, მაგრამ ახლა ვიღაცა მოთამაშეები ხო ჭირდება. ამიტომ დღეს ქართული ოცნება ამბობს, რომ აღარ არსებობს არაფერი არჩევნები, მე გნიშნავთ და მეტიც პოლიტიკური პარტიებიც აღარ არსებობს, მე დაგნიშნავ შენ და შენ იქნები პარტია და შენ იქნები შენ არის არსებები. აი მან ამოირჩია და თქვა, რომ აი ხაზარაძე მე შენ გნიშნავ როგორც პარტიას, მაგრამ ხაზარაძეს პარტიაში ამან გამოიწვია უზარმაზარი დაპირისპირებანი და პრაქტიკულად დაიშალა ეს პარტია. ვიღაცაებმა დატოვეს ამის გამო. ანალოგიური პროცესია გახარიას პარტიაში, ამათაც ეუბნება ქართული ოცნება, რომ მე შენ გნიშნავ პარტიად, რომელიც იარსებებ. ამან გახარიას პარტიაშიც გამოიწვია უზარმაზარი დაპირისპირებანი, იქაც პრაქტიკულად დაიშალა ეს პარტია, გახარია საერთოდ წავიდა, იმიტომ რომ მიხვდა რომ ამასაც დაიჭერენ, ესენი ყველას იჭერენ, უბრალოდ ყველა პოლიტიკურ ლიდერს უმიზეზოდ იჭერენ, ეს მიზეზი არის იჭერენ, მორჩა. ვერ გაიგებ რატო? ამათ უნდა დაეთანხმო თუ არა და დაგიჭერენ, ეს არის აქ მარტივი რაღაცა. და ფულს ესენი აძლევენ თავის წრეებსაც, ეხლა ცნობილია, მერაშუაში ვარ. შალვა ნათელაშვილი ამბობდა, რომ 40 მილიონი მისცაო, რა გვარი ეს, გვარამიან, ნიკა. ხო, ნიკა არ ქვია, იმას მივეცი 40 მილიონი. მისცა 40 მილიონი თურმე ივანიშვილის პარტიამ. ასე რომ აქ ყველანაირი გარიგებანია. ეხლა რატომ შევიდა გახარიას ხალხი? პარტია აქვს დაფინანსება, თუ არ შევლენ ამ დაფინანსებას ეს დაკარგავენ. სხვა გამოსავალი არ აქვს. მე არ უყურებ ამას, ეხლა რაღაცა როგორც რამე დანაშაული, სხვა გამოსავალი არ აქვს. სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნით, მაგრამ ეხლა ქართული ოცნება იძახის, რომ არავის არაფერი არ გეკუთვნით. ეს მე ვწყვეტ, გექნება თუ არ გექნება. ამიტომ ეუბნება, რომ უნდა შეხვიდე. რაღაც ნაწილმა ამაზე უარი თქვა, ვიღაცა დათანხმდა, რომ პარტია შეინარჩუნონ. ამას უნდა ჩვენ შვიდად მიუდგეთ, ამათი შესვლა ან არ შესვლა არაფერს არ შეცვლის. ეხა ბოიკოტი თუ არა ბოიკოტი, ამას საერთოდ დაკარგა აზრი ყველაფერმა, ისევე როგორც საერთოდ პარლამენტმა დაკარგა აზრი. ასე რომ ამათი შესვლა არის თვით გადარჩენის გზა, პარტიის გადარჩენის გზა და ამ კუთხით შეიძლება სწორიც არის. აბა ეხა რა ქნან
სულ მოსპონეს პარტია? არ ვიცი, თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ხედავ ამაში ვერანაირ ტრაგედიას და ვერაფრის ღალატს ეს პარტია თავის გადარჩენაზე მუშაობს. არ არსებობს პოლიტიკური პროცესი და მე ვფიქრობ, რომ გასაგებია მათი გადაწყვეტილება. ბატონ დავით, თქვენ ახლა ახსენეთ პრორუსულ ძალას გვეძახდენო, როგორც კი ეროვნულ საკითხებს წამოწევდითო და ბატონმა კობახიძემ, ხო, იმიტომ გახდენ, რომ ბატონმა კობახიძემ რომ ბრძანა, რომ მე გამდევნეო პარლამენტიდანო პრორუსული ძალაო და ჩვენსკენ რომ გამოიშვირა ხელი, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ბრჭყალებში მისივე თქმით ამ პრორუსული ძალის იდეებზე იდგა მისი წინასაარჩევნო პლატფორმა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ. ერთ-ერთი ჩვენგან გადატანილი პროგრამა და ჩვენგან შემუშავებული ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იდეები. საერთოდ ყველაფერს ჩვენგან იღებს ქართულ ოცნებას საერთოდ არ გააჩნია არა მარტო იდეები, ცოდნის დონე ნულოვანია. ამიტომ აღარც მისი ადგილი აღარ ყოფილა იმ პარლამენტში თუ კი იგიც ქართულ ოცნებაში პირდაპირ ვამბობ, არის წარმოუდგენლად უცოდინარი ხალხი. მაგრამ ალბათ ერთი პროპაგანდისტული ხრიკია, ესენი სულ გამოდიან და ამბობენ, ჩვენ ცოდნა გვაქვს, ჩვენ ცოდნენი ვართ, ცოდნენი ვართ, არაფერი არ იციან. მაგრამ ვიღაცებს ჯერა რომ ცოდნენი, რატო? იმიტომ რომ ლაპარაკობენ, რომ საერთოდ დააკვირდეს ესე, უნდა ბევრი ლაპარაკო ეთყობა შენ თავზე, რომ ცოდნე ხარ და მაშინ დაგიჯერებენ. რომ ცოდნე ხარ თუ არა ხარ, აღარ აქვს ნიშნობა, თავალია ილაპარაკო რომ ხარ. თუმცა ბატონ დავით, თქვენ ახსენეთ და გეთანხმებით რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ ოპონენტად ვიღაც ხო უნდა ყავდეთ იმ პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ქართული ოცნება გვპირდებოდა უკვე მეოთხეჯერ გადაიდო დღეს, არ ვიცი, შეიძლება ამ წუთებში ჩვენ აქ რომ სხედვართ რაიმე შეიცვალა, პაპუაშვილს სახელობით უნდა გამოეცხადა ყველა ის პოლიტიკური ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პირი, ვისაც პოლიტიკური მოღვაწეობა აეკრძალებოდა საქართველოში. ეს კიდე სხვა თემაა. დიახ, დავასრულებ, თუ შეიძლება და მე თუ გნებათ ვისაუბროთ ამ თემაზეც. და დღეს გადაგვიფარეს, იცით რა თემით, რომ აი შეიყვანა გახარიას გუნდი დღეს და დღეს მიდის კამათი მხოლოდ იმაზე გახარიას გუნდსა და ქართულ ოცნებას შორის, რომ შენ უფრო ნაციონალი ხარ და დაახლოებული ხარ ნაციონალებთან, არა შენ უფრო დაახლოებული ხარ. ანუ იგივე ამბავი, რაც ხდებოდა ნაცების დროს, რომ შენ უფრო ცუდი ხარ, მე უფრო კარგი ვარ. აი სწორედ ამისთვის ჭირდებოდა ეს გახარიას გუნდი, რომ მე მისთვის ეძახებინა, რომ შენ ჩემზე მეტი ნაცი ხარ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და რატო? რაში აქ საქმე? აქ არის ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელთაც აბნევენ საზოგადოებას. შეიძლება თუ არა აიგზავნოს პარტია. პარტია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აიგზავნოს, თუ ეს პარტია ჩადის დანაშაულს და თუ მათი ლიდერები დანაშაულის თანამონაწილე არიან. ნაციონალური მოძრაობა, როცა მისი ლიდერი გახდათ მიხეილ სააკაშვილი, როცა მისი ლიდერები იყვნენ, ნუ რა ვიცი, ის ხალხი ვინც მერაბიშვილი იქნება, ადეიშვილი იქნება, ბოკერია იქნება იქ და სხვანი. მაშინ ნამდვილად იყო დამნაშავე ორგანიზაცია, მხილებული იყო დანაშაულში და მაშინ მისი აკრძალვა და ამ ხალხის დასჯა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ ქართულ მოოცნებამ არავინ არ დასაჯა ხუთი კაცის გარდა. არც პარტია არ აუგზალია და სულ ამაზე ლაპარაკობდა, სპეკულაცია იყო ეს ყველაფერი. პირიქით ჩვენ არა მარტო ვითხოვდით ამათ გასამართლებას, 9 მილიონი ხელმოწერა შევაგროვეთ. და პარლამენტის შენობაში რო გვინდოდა ეს 9 მილიონი ხელმოწერა შეგვეტანას ხრომათა დარბაზში, ჩაკეტეს შენობა. შენობაში არ შეგვიშვეს. და ამის თავში კობახიძე ბრძანდებოდა. ბატონი კობახიძე იყო ამის მეთაური, რომ იქ ვერ შევსულიყავით ჩვენ და არ გვეჩვენებინა ეს 9 მილიონი ხელმოწერა ხალხისთვის. ეს გააკეთა მაშინ ბატონმა კობახიძემ. გადაარჩინა ნაციონალური მოძრაობა. ეხლა როდესაც ამასობაში, თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა ცვლილებები. პირველი რომ ხუთი კაცი დააკავეს, მეორე რომ ის ლიდერები, ვინც იყვნენ დამნაშავეები, მათ დატოვეს ნაცმოძრაობა. ნაცმოძრაობა გახდა სულ სხვა პარტია, იქ შევიდა ახალი ხალხი, ქალბატონი ბოკუჩავა, თუ არ ვწდები და სხვები, რომლებიც საერთოდ ბავშვები იყვნენ იმ დროს, როცა ნაცმოძრაობა ჩადიოდა დანაშაულებს. ეს ხალხი საერთოდ არავითარ კავშირში არ არის დანაშაულთან. და მეტიც, ყველა დამნაშავემ დატოვა ნაცმოძრაობა. ეხლა რო აუქმებ, რო გინდა გააუქმო, აი ვის აუქმებ? ის ხალხი იქ არ არის და ეს ორგანიზაცია, ის ორგანიზაცია აღარ არის. მარტო სახელის გამო აუქმო. ეს უკვე სხვა ორგანიზაციაა.
და ეხლა რახან იმის სახელი აქვს და სამართალ მემკვიდრეა, ამიტომ ვაუქმებთ, ეს ხო სპექტაკლია ჩვეულებრივი, ეს ყველაფერი არის პროპაგანდა, ხალხის დაბოლება და გაბრუება ხდება, რომ აი ნახეთ ჩვენ ვზდით ნაცმოძრაობა, ვინ დასაჯეს, ერთი კაცი მაინც თუ დასაჯეს. ახლა მეორე მომენტი მიდის პარალელური. ამ წლების განმავლობაში მთელი ნაციონალური მოძრაობის ცნობილი თუ არაცნობილი სახეები გადმობარგდნენ ქართულ ოცნებაში. და დღეს ქართული ოცნების 80% ეს არის ყოფილი ნაცმოძრაობა. აიღეთ უბრალოდ სია, ვინ არიან ახლა მერები, ვინ არიან დეპუტატები, ვინ არიან მინისტრები, ვინ არიან საკრებულოს თავმჯდომარეები თუ საკრებულოს წევრები და თქვენ დაინახავთ, რომ 10-დან 9 თქვენ დაინახავთ, რომ 10-დან 9 აქ არის მარტო ნაციონალური მოძრაობიდან გადმოსული ხალხი. მეტი არავინ და ეხლა საოცრებაა, რომ ქართული ნაციონალური ოცნება აუქმებს ნაციონალურ მოძრაობას და რატომ ვერ აუქმებს? აი მაგითო, რომ დებატები მიდის პარტიის შიგნით და თავის გაუქმება უჭერთ. და ეხლა გახარიას ხალხს ეუბნებიან შენახარ ნაციონალი, ესენი პასუხობენ შენახარ ნაციონალი. ამ დროს სულ ნაციონალებია იქ. იქ მებრძოლი ხალხი, ვინც ებრძოდა რეჟიმს 10% აღარაა. აი გეუბნები სადღაც 7% დარჩა. და მიდი მოვდივარ ახლა ერთმანეთზე მიდის გადაბრალება, გადმობრალება და ასე შემდეგ და ვიმეორებ ქართული ოცნებაა თავად უკვე ქართული ნაციონალური მოძრაობა ოცნება. ზუსტად იგივე სიტუაცია, გინდა ყოფილა ნაცები, გინდა არ ყოფილან, იგივე აგრძელებს ქართული ოცნება, ოღონდ საქმეზე არ ილაპარაკოს და სახალხო კანონები არ მიიღოს და მზად არის სულ ასეთ პოლემიკაში იყოს და თავის მართლების რეჟიმში. ნუ რა თქმა უნდა, ბატონ დავით, არ შეიძლება არ შეგეკითხოთ და არ ვისაუბროთ მაღალჩინოსნების დაკავებებზე, კორუფციულ სქემებზე, ამ კორუფციული მომენტების გამოვლინებაზე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აქ არის ერთი საკითხი ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვით დაიწყო ფაქტიურად მაღალჩინოსნების გამოვლინება და დაკავება და სხვადასხვა სასჯელის მისჯა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ბატონ დავით, ამით ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აჩვენებს ყველას, რომ არავის დაგინდობთ, აი ჩემიანიც კი არ დავინდე და ამით პარტიის შიგნით პოლიტიკური ვერტიკალის გამყარებას ცდილობს და ამ გამყარებული ვერტიკალით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. სხვანაირად უნდა დავსვათ ჩემი აზრით შეკითხვა, აი მართლა სხვანაირად უნდა დავსვათ. ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა. ვინ რა წვლილი შეიტანა ამაში, ჩვენ ძალიან დიდი წვლილი. ეხლა არა აქვს ამას მნიშვნელობა, სხვა რამეს აქვს მნიშვნელობა. მას მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ივანიშვილი. ივანიშვილის შემდეგ ცოტა ხანში პრემიერობიდან წავიდა, მაგრამ დღეს უკვე ფაქტია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ქვეყნის მართვა არ შეუწყვეტია. ის როცა პრემიერ-მინისტრი იყო მართავდა ქვეყანას, მერე აღარ იყო პრემიერ-მინისტრი და დღემდე რეალურად ყველაზე გავლენიანი კაცი ქვეყანაში, რომელიც რეალურად მონაწილეობს მართვაში, არის ბიძინა ივანიშვილი. ვერ ვიტყვით, რომ ხა დღეს ყველა საკითხს მართავს ივანიშვილი. არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკითხში ჩართულია აბსოლუტურად, რომელიც კი არის, მაგალითად იქ არ ვიცი, განათლების სისტემის, აი იმ ორგანიზაციების, ან ამ ყველაფერში არაა ჩართული, მაგრამ საკვანძო საკითხებში მონაწილეობს, არა უბრალოდ მონაწილეობს, არამედ საკვანძო საკითხების მართვა დღესაც მის ხელში არის მართავს. გადაწყვეტილების მიღება კი საკვანძო ეს ფაქტია. ასეთივე ფაქტია ის, რომ თავად ივანიშვილმა შემოგთავაზა ჩვენ ყველა პრემიერ-მინისტრი და ყველა პრეზიდენტი, რომელიც იყო ამ ქვეყანაში. და მინისტრების დიდი ნაწილი ვერ ვიტყვით, რომ მას შემოგთავაზა, მაგრამ მასთან თანხმდებოდა ეს. ფაქტია, რომ მარგველაშვილი, ზურაბიშვილი ეს პრეზიდენტები არა მარტო შემოგთავაზა, გვაიძულა, მაგალითად რომ ხარი დაგვეჭირა. არჩევანი არ დაგვიტოვა, ზოგჯერ რომ ხარი დაგვეჭირა, თქვა ზურაბიშვილისთვის, როცა არჩევანი გახდა ზურაბიშვილი ან ვაშაძე. ბოდიშს გიხდით აქვე ჩავერთვები სულ ერთი სიტყვით, ვიცე-სპიკერმა წილოსანმა იცით რა ბრძანა, მერე რაო, არც ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ლეგიტიმურიო. ანუ ჩვენ დავეხმარეთო, მერე გამოასწორა, რომ მეორე ტურიო როგორღაც გადაელახაო. ფაქტი ერთია, რომ ივანიშვილის კანდიდატები იყო მარგველაშვილიც, ზურაბიშვილიც,
პრემიერი ღარიბაშვილი, ჯერ შესასეს მინისტრი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი, პრემიერი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი პრემიერი, ბახტაძე, ისევ ღარიბაშვილი, კობახიძე, ყველა პრემიერი მისი კანდიდატურები იყო. ეხლა როგორ ხდება რომ ამ ხალხიდან, ჯერჯერობით კობახიძეზე ამბობს რომ კარგია, დანარჩენი ყველა ცუდი როგორ არის. თუ ყველა აბსოლუტურად ყველა პრემიერ-მინისტრი, რომელიც შემოგთავაზა თავად ივანიშვილმა აღმოჩნდა ცუდი. ყველა პრეზიდენტი და მოღალატე აღმოჩნდა ყველა. და გამყიდველი და კორუფცირებული, როგორც ახლა ვიგებთ, სულ ყველა კორუმპირებულია. ერთადერთი ბატონ ბახტაძეზე არაფერს არ ამბობენ. დანარჩენი ყველა ცუდია და ახლა ირკვევა რომ კორუფციის რაღაც ზღვა. იქით რიჟვაძე, აჭარაში, ყველა კორუმპირებული. ეხლა ჩვენ შეგვიძლია 100 კაციანი სია დავასახელოთ, რომ დავიწყოთ იქიდან, რომლებიც დღეს ირკვევა რომ ან კორუმპირებული არიან, ან დამნაშავეები არიან, ან ცუდები არიან, ან ასე შემდეგ. ეს არაფერზე არ მეტყოლებს. თუ შენი მინისტრები ცუდები არიან, თუ შენი დეპუტატები მოღალატეები, შენი პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც მოღალატე არის, თვალთამთხრელი არის, ყველანაირად უარყოფითი კაცი არის. თვალების თხრის გამო დააწინაურეს მერე პრემიერად გადაიყვანეს. ყველა ცუდი როგორაა გახარია გამომრჩა ამ სიაში. პარლამენტის თავმჯდომარეები აღარ ვლაპარაკობთ უსუფაშვილი და სხვები, რომლებიც ყველა ცუდი აღმოჩნდა. რა გამოდის? გამოდის, რომ ესე იგი ივანიშვილის მიერ დანიშნული ყველა პრეზიდენტი, ყველა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარეები, აჭარის პირველი პირები, ბევრი მინისტრები ახლა ზოგი ციხეში. ესენი ყველა ხო თავად ბატონმა ივანიშვილმა შემოგთავაზა. ესენი ყველა მოღალატე, ცუდი და კორუმპირებული თუ არის, რაზე მეტყოლებს ეს? არ გიჩნდებათ აზრი, რომ შედალოცვილო შენა თუ არ შეგიძლია ამდენი ხალხის შერჩევა, თუ ვერავის ვერ არჩევა, არავინ არ ვარ, ესე იგი შენშია პრობლემა. ანუ შენი ბრალია, აი ამას რაცაც ახლა კობახიძე აკეთებს, რომ ამხელენ ვითომ ამ ხალხს. ეს სიკეთე რითია? ნებისმიერ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ესე იგი წარმოდგენა არ აქვს, როგორ მართოთ ქვეყანა. სულ ყველა ცუდი თუ არის, შენ ახარ თვითონ ესე იგი ცუდი. ან შენ არ შეგიძლია ესე იგი ამის კეთება, არა? ეგეთი აზრი არ გიჩნდებათ? ეს ხო ჩვეულებრივი რაღაცაა. და ეხა კობახიძეა კარგი? ჯერჯერობით არა, როგორ არის კარგი ახლა? კობახიძე, რომელმაც 700.000 ხმა დაიმატა, 700.000 ციბს და უკვე რაც სააკაშვილს არ უკადრებია. კობახიძე, რომელმაც ისევ ციხედ გადააქცია ქვეყანა, როგორც სააკაშვილი რო იჭერდა, ეხა იმდენი ხალხია ციხეში უკვე რომ ადგილები არ არის და რეგიონებში ბაკურიანში ზის კაცი. ციხედ გადააქცია ქვეყანა. გამოდიოდით და ამან პირბადეც აკრძალა მაგის გამოც იჭერდა. ეხლა გამარკვიეთ ეს ჯობია იმათ? ანუ ესე იგი პრობლემა რაშია? მართვაში მთლიანად პრობლემაა. და აი ამ ფონზე რომ კიდე ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ ქართული ოცნებაო, კარგია და მხარდამჭერი ვარო. ესე იგი ეს ადამიანი სრულიად უგუნურია, ამას ესე იგი ინტელექტი არ ყოფნის. ადამიანს რომელიც დღეს ქართულ ოცნებას უჭერ ხარს, საერთოდ ინტელექტუალური პრობლემები აქვს რა. აზროვნების პრობლემა აქვს სერიოზული. აი ეს შეიძლება ითქვას. ეხლა ბატონ დავით, არ ახალია რომ კობახიძის და ღარიბაშვილის გუნდების, ასე ვთქვათ, თუმცა კობახიძეს თავისი გუნდი არ გააჩნიეს, ძირითადად მდინარაძის გუნდზეა საუბარი. მათ შორის იყო დაპირისპირება და როგორც ჩანს, კობახიძე მაინც მოახერხა და უფრო დაუახლოვდა, ვთქვათ, ივანიშვილს და დაარწმუნა იმაში, რომ ყველა მტერია, ყველა ცუდია, ყველა კორუმპირებულია, გარდა თავისა. ირმა ინაშვილი წერს ამას თავის წერილში, რომ კობახიძე არის კაცი, რომელსაც მოძებნა გასაღები და იცის რა დროს, რა ჩააწვეთოს ივანიშვილს და როგორ გააკეთებინოს. თავის გავლენის ქვეშ მოიქცა. აქ ერთი რამ არის. ყველაზე ცუდი სხვა რაღაცაა, რაზეც არ ამახვილებს არავინ ყურადღებას. თვითონ ივანიშვილმა დაუდო საბაბი და საფუძველი ჩაუყარა და შექმნა სისტემა, როცა ყველა ხელისუფლების პირი, ყველა ჩინოვნიკი, სახელმწიფო მოხელე ამავდროულად არის ბიზნესმენი და ყველა ბიზნესმენი სერიოზული რაღაცნაირ კავშირშია სახელმწიფო მოხელეებთან. ეს არის ფეოდალური ბატონყმობის სისტემა, სხვაგია, ბატონყმობა რა იყო? რას ნიშნავდა ბატონყმობა? ესე იგი არსებობდა თავად აზნაურობა, ანუ ფეოდალები და ვინ იყვნენ ეს ფეოდალები? ფეოდალებს ეკავათ სახელმწიფო თანამდებობაც და ფეოდალები გახდნენ ამავდროულად ბიზნესმენებიც იმ დროინდელი გაგებით. მეც გეტყვით, საფრანგეთში, საქართველოში, რუსეთში თუ ინგლისში ყველგან ერთი სტილი იყო.
აი, რო აიღო თქვენ ძველი სამეფო დოკუმენტები, თქვენ დაინახავთ, რომ მეფე ეუბნება რომელიღაც თავადს, რომ აი შენ ახლა ხარ მართველი, თქვა გორის მოურავი ხარ, ქალაქ გორს მართავ და გაქაკიდან შემოსავალი. მე როგორც მეფე გთხოვ შენ, რომ 3 წლით დაუთმე ეს გორის მოურავობა, აი ახლა სხვა თავადს. ერთი ფეოდალია და მეორე ფეოდალს დაუთმე, იმიტომ რომ ახლა ამან უნდა იშოვნოს ფული, ეს უნდა წამოიწიოს, გამდიდრდეს. ასე თანამდებობებზე ნიშნავდნენ თავადაზნაურობა ფეოდალები და მეფეები ერთმანეთს და ამ გზით სახელმწიფო მართვაც მათი იყო და ფულადი შემოსავალიც, ანუ ბიზნესიც მათი იყო. ეს სისტემა განაახლა და გააცოცხლა ქვეყანაში ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც გახდა დიდი ბიზნესმენი, გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დარჩა ბიზნესმენად. ამის მერე თვითონ უწყობს ხელს რას? რომ ყველა ვინც ინიშნება თანამდებობაზე, ან ბიზნესმენია უკვე, ან რო ჩდება თანამდებობაზე, მერე ხდება ბიზნესმენი. და ასევე არიან ბიზნესმენები დაახლოებულები თანამდებობის პირებთან და ესენი არიან ახალი ფეოდალები, ამიტომ ვლაპარაკობ ჩვენ, რომ ფეოდალური წყობის აღდგენა ხდება. და ყველა თანამდებობის პირი სახელმწიფო მოხელე ბიზნესმენია. ახლა ჩნდებიან სახელმწიფო მოხელეები, ესეთებიც დებილები, რომლებსაც ბიუჯეტიდან რაღაც ფულის მოპარვა უნდა, მაგრამ მე ამას არ ვფიქრობ მაგალითად ღარიბაშვილს. იმიტომ რომ მოაზროვნე კაცს ეს არ ჭირდება. ფიზიკურად ამის საჭიროება არ არის, გესმით თქვენ? საქმე იმაშია, რომ თქვენ შეგიძლიათ რო ხართ პრემიერ-მინისტრი, მაგალითად ღვინო გაიტანოთ და შემოსავალი მიიღოთ ოფიციალური აქედან. და ეს არ არის აკრძალული, იმიტომ რომ ჩვენთან იქნება ვიმეორებ სახელმწიფო, სადაც თანამდებობის პირი, თან ბიზნესმენია, თან ფეოდალი, რაც სიმახინჯეა, საერთოდ არასწორია, მაგრამ ეს ყობა ჩამოყალიბდა უკვე და ეს არის ბატონყმური წყობა და ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ მონები, იმიტომ რომ შენ ვერც ღვინოს გაიტან, არ გაგატანინებენ და ვერანაირ ბიზნეს ვერ აგაწყობინებენ შენ. თვითონ უნდა იყოს ამათი ბიზნესი და ყველაფერი. ამ ვითარებაში ახლა ერთმანეთს ფეოდალები დაეტაკნენ. ბატონ კობახიძეს არა აქვს მონაწილეობა არაფერ ბიზნესებში? აქვს. დავინახავთ მაგას მოკლეს დროში. აქვს. ანუ ეხლა ერთი ახალი ფეოდალების ნაწილი, ძველ ახალ ფეოდალებს, ხო, არის ჩვენთან ძველი ახალი წელი, ახლა ძველი ახალი ფეოდალები. ეხლა ერთი ფეოდალები მეორე ფეოდალებს დაეხსნენ თავს და ხალხს აი ხედავ ის თვითონ ამაში მონაწილეები არიან და რაზე იჭერენ? დეკლარაცია არ შეავსო სწორედ. ეს დეკლარაცია ხო საერთოდ იდიოტობაა, ეს არის უბრალოდ იდიოტობა. რომელიც თავის დროზე 30 წლის წინ ბატონმა დავით უსუპაშვილმა შემოგთავაზა, როგორც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო, რომ სიკეთე და აღმოჩნდა სრული კრეტინიზმი. და ეხლა ამ მიზეზებით, ეხლა ახალი კანონი გამოაქვს დღეს, რომ 30 წელი უნდა შეავსო დეკლარაცია, 30 წელი გესმის რამხელა კრეტინობაში ვცხოვრობ და როგორ ატყუებენ საკუთარ თავს და ხალხს. ხალხს აბნევენ, აგიშებენ და ამ დროს ყველა ბიზნესშია, ყველა ფეოდალია, თან თანამდებობაზეა და თან ერთმანეთს ჭამენ და ჭამენ ისევ ბიზნეს ინტერესების და ისევ ძალაუფლების გამო. ტრადიციული კლასიკური ფეოდალური წყობა მივიღეთ, როგორც იყო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ირანში, თურქეთში, სადაც ფეოდალები ერთმანეთს ებრძოდნენ, ამან დაღუპა საქართველო თავადაზნაურობის ბრძოლამ ერთმანეთთან და ფულის კეთება, თანამდებობების დათრევა, ერთმანეთის ხილება, აი ამ და ვინ შექმნა ეს? ვინ მისცა ამას ბიძგი? ისევ თავად ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა. ბატონ დავით, მოდით უახლეს ისტორია გავიხსენოთ გამსახურდიას ბოლო პერიოდი. ნუ დაგვავიწყდება, რომ დაიწყო შიგნიდან რღვევა სისტემამ სწორედ მისი მაღალი ჩინოსნების დაკავებებით. თუმცა გამსახურდიამ ერთი რამ ვერ გათვალა, მან შესაძლებელი გახადა, რომ მისა თავისუფლება ძალოვნებს და რაღაცა საკუთარი არმია შეიქმნეს, მაგრამ ამის საშუალებას ივანიშვილი არავის არ მისცემს, მას ყველა კონტროლის ქვეშ შეყოლება. ეს შინაგანი რღვევა ხომ არ არის დაწყებული? რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს? არა, გამსახურდიასთან პარალელი ვერ გაივლება, ეს სრულიად სხვადასხვა სიტუაცია იყო. გამსახურდია გაიმარჯვა სამართლიანად, ნამდვილად გაიმარჯვა არჩევნებში, თუმცა ქართულმა ოცნებამაც ჩვენი ხელშეწყობით თუ სხვისი 2012 წელს გაიმარჯვა, ამათაც იმ გაყალბებულ არჩევნებში მაინც გაიმარჯვა. ასე რომ ამ კუთხით კი გავს გამსახურდიამ ნამდვილად გაიმარჯვა, ამათმაც გაიმარჯვეს. მაგრამ გამსახურდია არანაირად არ აშენებდა ფეოდალურ
წყობას არც ერთ შემთხვევაში. არა, მე ვიგულისხმე რომ თავის გარემოც რა უახლოესი ადამიანები რომ მე გავიგერათ, მაგრამ გამსახურდიას არც ერთ შემთხვევაში ფეოდალური წყობა არა, ესენი აშენებენ. მეორე თემაა რომ გამსახურდიას დრო სახელმწიფო ჯერ ყალიბდებოდა, ჩვენ არ ყავდა მაშინ საქართველოს გამოიყო საბჭოთა კავშირს, ჩვენ დამოუკიდებელი არც არმია ყავდა, პოლიციის ფორმირება ხდებოდა და ამ ფორმირების პროცესში მოხდა ისე რომ შეიქმნა სხვადასხვა გასამხედროებული, არაგასამხედროებული ორგანიზაციები და ბოლო-ბოლო სამოქალაქო ომში გადაიზარდა ეს ყველაფერი. ეს ერთი თემაა და ეს იმიტომ მოხდა რომ მაშინ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობდა და მათი ჩამოყალიბების პროცესი იყო და ეს ყოველთვის ესე როცა ახალი სტრუქტურები ყალიბდება რაღაცა შეიძლება ტრაგიკული პროცესები განვითარდეს რაც მაშინ მოხდა. მეორე თემა ეხლა სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოყალიბებული არის, კაფიოდ არის, მაგრამ სიტუაცია ისევ მიდის დიდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, იმიტომ რომ არის მასობრივი დაჭერები და ამ მასობრივ დაჭერებს არასოდეს არ მივყევარ სიკეთისკენ. სააკაშვილის დროსაც ესე იწყებოდა და რაღაცით ხომ უნდა დასრულდეს. დამთავრდება იმით, რითიც დამთავრდა სააკაშვილი. ესენს დაკარგავენ ძალაუფლებას და ხელისუფლებას და შემდეგ აღარავინ არ დაინდობს ამათ. აი ამით დამთავრდება. სრულიად გეთანხმებით ბატონო დავით, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ 2012 წელს ხალხი გარეთ უსამართლობამ და სააკაშვილის უზომო კორუმპირებულობამ გამოიყვანა და არა შიმშილმა და არა გაჭირვებამ, უსამართლობამ და აი ამ ელიტარულმა კორუფციამ. ვფიქრობ, რომ მართლა იგივე სიტუაციაში ვართ დღეს, ასე რომ კარგი ნათქვამია, როდესაც მეფე მოგდევსო ხალხს მიეცი თავიო და როდესაც ხალხი მოგდევსო წყალს მიეცი თავიო. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნახვამდის.